მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა დიალოგი. დღეს ცნობილი გახდა ახალი მინისტრთა კაბინეტის ნაწილის სავარაუდო შემადგენლობა. ხელისუფლების გადაბარების პროცესი უმტკივნეულად უნდა მოხდეს. აცხადებენ ქვეყნის ახლანდელ და მომავალ უმრავლესობაში. რეალურად როგორ ჩაივლის ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რა მემკვიდრეობა ერგო წილად უმრავლესობით მომავალ ქართულ ოცნებას და როგორი იქნება ხელისუფლების ცვლა აჭარაში. ამ და სხვა საკითხებზე დღეს ჩვენი სტუმრები სულხან ღლონდი, კოალიცია ქართული ოცნების წევრი და პაატა აროშიძე, ეკონომიკის ექსპერტი უპასუხებენ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. თუ გსურთ გამოხატოთ თქვენი პოზიცია, ან დაუსვათ შეკითხვები ჩვენ სტუმრებს, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 69 25, ან გამოგვიგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 25 55. და მოგესალმებით, მადლობთ რომ მოგბრძანდით გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. და ბატონ სულხან, დღეს ცნობილი გახდა მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობის პირველი ნაწილი, გარკვეული ნაწილი. რა იგეგმება აჭარაში? მიმდინარეობს თუ არა კონკრეტულ თანამდებობებზე, კონკრეტულ პირთა წარსადგენად შიდა მოსამზადებელი სამუშაოები და არის თუ არა მიახლოებით მაინც ცნობილი, როგორ გადანაწილდება პოსტები რეგიონში? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მაქვს საშუალება აღჩენების შემდგომ პერიოდში, ასე ვთქვათ, პირველად ვარ, ულოცავად ხელისუფლების სრულებას მშვიდობიანად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ტრადიციის დამოუკიდებელი, რომ ჯერ პირველ რიგში მოქალაქეები გააცნობიერებენ იმას, რომ შეიძლება თურმე ამ ხელისუფლების სრულება, ასე ვთქვათ, მოხდეს არჩევნების გზით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ძალიან ხშირად მოქალაქეები ხვდებიან და გეუბნებიან, რომ თურმე მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ქვეყნის ცხოვრებაში, ანუ მათი წარმომადგენლობა იგრძნეს ამ ადამიანებმა და ამას ვამბობდი მთელი ამ წლების მანძილზე, რომ არაფერი არ მოხდება საქართველოს მოქალაქეების გარეშე და მთავარი როლი ბუნებრივია ყველგან, ყველა პროცესში, ნებისმიერ სახელმწიფოში, ნორმალურ ქვეყანაში უნდა ეკუთვნოდეს მოქალაქეებს. რაც შეეხება ხელისუფლების სრულების ნაწილს აჭარასთან დაკავშირებით, ბუნებრივია იგეგმება ხელისუფლების სრულებაც აჭარაში, თქვენს უმაღლეს საბჭოს ჩვენ უმრავლესობას წარმოვადგენთ უკვე კოალიცია ქართული ოცნება და ბუნებრივია მიდის კონსულტაციები რა მდგომარეობა იქნება თვითონ უმაღლეს საბჭოში, როგორ იქნება წარმოდგენილი ქართული ოცნება, ვინ იმუშავებს ამა თუ იმ კომიტეტზე, ამის შესახებ ბუნებრივია მიდის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური პროცესი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ხდება, მაშინ როცა ხდება ხელისუფლებაში გამარჯვებული კოალიციის, ასე ვთქვათ, დამკვიდრება იმ ამოცანების და მიზნების გადასაჭრელად, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით მოქალაქეებს და უპირველეს ყოვლისა ამ ტექნიკურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, გეტყვით პირდაპირ, ვიქნები გულწრფელი, რომ ვფიქრობ იმ დანაპირებზე, რომელიცაც მთელი ამ ხნის მანძილზე ვაძლევდით მოქალაქეებს. ერთი წლის განმავლობაში, თუმცა მრავალწლიანი ბრძოლა გქონდა ჩვენ ხელისუფლების სრულებისთვის, თქვენ იცით ამასთან დაკავშირებით. არაერთხელ ყოფილა რამ ეთერშიც და არა მხოლოდ ამ ეთერშიც. პირველი და უმთავრესი არის ის, თუ რა შევპირდით ჩვენ მოქალაქეებს და როგორ ვაპირებთ, ასე ვთქვათ, ამ განაპირების შესრულებას. ვფიქრობ და ძალიან განვიცდი იმას და ვარ დარწმუნებული, რომ მოვახერხებთ ამას, სოფლის მეურნეობაში იქნება მილიარდი, ჯანდაცვა იქნება უფასო. მოქალაქეებისთვის დაზღვევას განახორციელებ ძალიან ეფექტურად, განათლება და სოფლის მეურნეობაც ბუნებრივია არის ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული და ამ შემდეგ ბევრი სხვა საკითხი, რომელიც არის, ეს იქნება ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის მოქალაქეებს აგრძნობინებს იმას, რომ მოქალაქე არის ამ ქვეყანაში მთავარი და არა რომელიღაც პოლიტიკური თანამდებობის პირი ან ერთი გუნდი თუნდაც, რომელიც მოდის ხელისუფლებაში. და ამ დაპირებებთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ დაპირებების შესრულება, დღეს ექსპერტებისგან, პოლიტიკოსებისგან და საზოგადოებაშიც გაისმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხაზინა ფაქტიურად არის ცარიელი. როგორია თქვენი ინფორმაცია, თქვენი შეფასებები და რეალურად ხომ არ გაჩნდება ხელისშემშლელი პირობები იმისთვის, რომ თქვენი დაპირებები რეალობაში მოვიდეს? ძალიან საინტერესო კითხვა არის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ჯერჯერობით ჩვენი წარმომადგენლები იქ არ ყოფილა, თქვენი იცით ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღეს განცხადეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა და კონკრეტულად მერაბიშვილი იყო გამოსული, რომელმაც თქვა, რომ ხაზინაში არის უფრო მეტად ჭარბი ფული და ეს ამას დაინახავს, როცა ხელისუფლებაში მოვა ქართული ოცნება. ბუნებრივია ამის შესახებ ჩვენ საჯაროდ განვაცხადებთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ კეთილსინდისეერი დამოკიდებულება. ჩვენ ვიტყვით, რა მდგომარეობა დატოვა ფინანსურ ფისკალურ საკითხებში წინა ხელისუფლებამ. ჩვენ რა ვიცით, რა მდგომარეობა დატოვა ციხეებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობა არის სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით. ამაზე არაერთი იყო საუბარი, 300,000 ბრალდებული არის ამ ქვეყანაში და 30,000 პატიმარი. მოსამართლეთა გადაწყვეტილების, სასამართლოს გადაწყვეტილების 99% და 8/10 შეიძლება ესე ვთქვათ პირდაპირ არის გამომტყუნებელი განაჩენი, რაც არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი, ბუნებრივია არსად ავტორიტარული ქვეყნების გარდა, იმ ქვეყნების გარდა, სადაც სრულ კონტროლს ექვემდებარება სასამართლო, ჩვენ ამ სასამართლოს ასე ვთქვათ
დავაღწევს ამ უმძიმესი მდგომარეობიდან და მოსამართლე იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ადამიანი, რომელიც განაწესებს სამართალს ან მოქალაქეებს შორის, ან სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, ან ბიზნესებს შორის და ასე შემდეგ, ჩვენ ამას გავაკეთებთ ბუნებრივია. ჩვენ ვიცით კიდევ ერთხელ ამ მდგომარეობა არის ამ კუთხით. რა მდგომარეობა არის? ამას ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, დაუბრუნდეთ მოსავალს საკადროცვლილებებს. მადლობთ. ბატონ პატა, როგორია თქვენი მოლოდინი, როგორ მოხდება ხელისუფლების ცვლა, ძალაუფლების გადაბარება კონკრეტულად აჭარაში, როგორ ვინ აირჩევს რეალურად რეგიონის პირველ პირს, რეგიონის მმართველს, როგორია თქვენი მოლოდინები და ინფორმაცია? რა თქმა უნდა, აჭარა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საქართველოს და როგორც დანარჩენ საქართველოშიც ისევე უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ანუ რეალურად მართლ ძალაზე, დღეს მართლ ძალაზე, ანუ იმაზე, ვინცაც ენდო ხალხი და ვინც აერჩია. ეხლა სხვა მოლოდინები, რა თქმა უნდა, მე არა მაქვს, მე ვიცი ის, რომ მთლიან საქართველოში, როგორც მოხდება ხელისუფლების გადაბარება, რომელიც მეტნაკლებად დაწყებულია, თუმცა ეხლა მე მაფიქრებს ის, რომ აი პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რაღაცა გარკვეული პრივილეგიები მიენიჭა რაღაცა ესეთები, მაგრამ ეს რეალურად გავლენას ვერ იქონიებს. ვერ იქონიებს, იმიტომ რომ დაინახა ყველამ თუ ვის უჭერს ხალხი მხარს. თუ რა ძალა მოვიდა ქვეყნის სათავეში. ქვეყნის სათავეში დღეს მოსულია ძალა, რომლის მთავარი მიზანი არა პიარი, არა რაღაცის გაფეტიშება, არა ვთქვათ რაღაცა მშენებლობები, რომელიც შიგნიდან არაფრად არ ვარ და გიფსკარდონით ნაშენი შენობები, არამედ ეს არის რეალური საქმის კეთება. ეხლა თუ მივაქციეთ რაღაცას ყურადღება, რომ ბატონი ბიძინა თავის დაპირებებში ძალიან ძუნწი იყო. ანუ ის არ პირდებოდა ადამიანებს ისეც, რომლის შესრულება შეუძლებელია. თუმცა ჯამში მაინც ლომა დაგროვდა. არა, რა არის, იცით, ეხლა დაგროვდა ისეთი დაპირებები, რომელიც ჩვეულებრივად შესაძლებელია, რომ შესრულდეს. შესრულდეს ისიც იმ ბიუჯეტის პირობებშიც კი რა მემკვიდრეობაც დარჩა საქართველოში. ეხლა, როდესაც თქვა დღესაცხადები ძალაუფლების გადანაწილებას, ძალაუფლების ხელში აღებაზე მიდგა უკვე ჯერი და თბილისში უკვე ცნობილია მინისტრთა კაბინეტის შესაძლო შემადგენლობა. აი ამ ფონზე აჭარაში როგორ განვითარდება მოვლენები? აჭარაში ჩვეულებრივად ისეთივე ინერციით განვითარდება, როგორც თელ საქართველოში განვითარდა. ეხლა როდესაც რეალურად ვინ დანიშნავს, ვინ აირჩევს, ვინ წარადგენს და ვინ დანიშნავს? ჩვეულებრივი პროცედურა გაწერილია აჭარის კონსტიტუციით, გაწერილია საქართველოს კონსტიტუციით, ანუ წარადგენს პრეზიდენტის კონსულტაციას და უმრავლესობის წევრები მიიღებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს. ეხლა დღეს რეალობიდან გამომდინარე ჩაგეკითხებით უკაცრავად. ძალიან ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლების შენარჩუნებას პრეზიდენტი შეეცდება სწორედ რეგიონებში და რეგიონებში, ანუ საკადრო პოლიტიკას მისთვის ექნება ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამდენად არის საინტერესო ეს კითხვა, რამდენად რეალურად შეძლებს ჩარევას ამ საკადროს. ბატონო, ეხლა რა არის, იცით, ეხლა წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო, იმის მსგავსი არის ეხლა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეისათვის ყოველგვარი მხარდაჭერა დაკარგა. აი დღეს ერთი კვირის თავზე რომ არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ერთი კვირის უკან იყო, დღეს იმ 40%-საც და აჭარაში 37%-საც ვერ აიღებს ნაციონალური მოძრაობა. იმიტომ რომ თანდათანობით სახეზე გამოდის ის შემზარავი ფაქტები, რომელიც ამ 8 წლის განმავლობაში კეთდებოდა. ეხლა არა მარტო ციხეების ფაქტი, ეხლა როდესაც საქმე მივა ტენდერებზე, როდესაც საქმე მივა სხვადასხვა საბიუჯეტო თანხების განაწილებაზე, როდესაც საქმე მივა სხვადასხვა ვთქვათ იგივე იმ კომპანიებზე, რომელი კომპანიების ძალიან ახლოს იყო ნაციონალურ მოძრაობასთან და აფინანსებდა მათ, ადამიანები იფიქრებენ, უბრალოდ მოქალაქეები იფიქრებენ, რომ თვითონ ისინი ჭურში იჯდნენ. იმიტომ რომ საკმაოდ რთულია, რომ გარწმუნებს ადამიანი რაღაცაში, რომ თითქოს კეთდება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არაფერი არ ხდება. ეხლა არის პირდაპირ ვაღიარო. მოდით ამის ანალიზით ცოტა მოგვიანებით, თუ შეიძლება მაყურებელი გველოდა დაუკაცრავთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გესმით ჩვენი ხმა, პირდაპირ ეთერში ხართ. საღამოშიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით. საინტერესო და აქტუალურ თემაზე მიმდინარეობს საუბარი, მივესალმებით თქვენ სტუმრებს, ბატონ პაატას, ბატონ სულხანის და უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ ყველას მთელი საქართველოს სახელით ის უდიდესი და ის ბრწყინვალე გამარჯვება, რაც ქართველმა ხალხმა იგზეიმა, როდესაც შვიდობიანი არჩევნების გზით დაამარცხა სისხლიანი ტირანია ფაქტობრივად საქართველოში და ყველას გაუჩნდა იმედი, რომ კითხვა დაგვისვით თუ შეიძლება, რომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩვენი საეთერო დრო. ხელისუფლების შეცვლა. ეხლა კითხვა რაც შეეხება. კი ბატონო, კითხვაზე მინდა კითხვა გვაქვს და უნდა დაუსვათ თქვენ სტუმრებს. როგორ შეიძლება რომ კი ბატონო ჩვენ განსხვავებით სააკაშვილის ხელისუფლებისაგან არ ვაპირებთ რაიმე რევანშის აღებას და კადრების ვთქვათ განთავისუფლებას იმ პირებისა, ვინც ფაქტობრივად ეხლა ხელისუფლებაში იმყოფებიან.
სხვადასხვა სტრუქტურებში, მაგრამ ის ხომ საზოგადოებისათვის დღეს მიუღებელი და უღირს ადამიანებად ითვლებიან და როგორ შეიძლება რომ ასეთ სიტუაციაში თუ არ ჩავანაცვლებთ ახალ კადრებს ღირსეული პირებით, როგორ შეიძლება ასე გავაგზავნოთ ჩვენ მუშაობა, შემდგომი მუშაობა. დიდი მადლობა რომ გიყურებთ. მეორე კითხვა გვაქვს, იგეგმება თუ არა შინაგან საქმეთა სისტემაში კადრების ცვლილებები, ანუ რეორგანიზაციული ცვლილებები, იმიტომ რომ უამრავი პროფესიონალი კადრები იქნენ უკანონოდ დათხოვილი ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების. კონკრეტულად აჭარას გულისხმობთ თუ საქართველოს მასშტაბით? როგორც აჭარის მასშტაბით, ასევე მთლიან საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ როდესაც მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, მათ შორის მეც გახლავართ ერთ-ერთი რეპრესიის ხერხი, როდესაც სრულიად უკანონოდ, უმოტივოდ და დაუსაბუთებლად ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთებული მტკიცებულებების გარეშე გაგვანთავისუფლეს სამსახურიდან, ისე რომ ესე იგი არანაირი სამუშაო ადგილი, ანუ ალტერნატიული სამუშაო ადგილი არ შეუთავაზებიათ და აშკარად დაარღვიეს შრომის კანონი. და თქვენ შეეცადეთ თქვენი უფლებები დააგეცვათ ან სასამართლოში? როგორ? თქვენი უფლებების დაცვას შეეცადეთ სასამართლოში? მიზნით მივმართე ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოს, მეორე ინსტანციის სასამართლოს, უმაღლეს სასამართლოს, სადაც ესე იგი მე ფაქტობრივად გამამართლეს აჭარის უმაღლესმა სასამართლომ და შემდეგ იქნა გასაჩივრებული საქართველოს უზენაეს სასამართლოში და უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა უმაღლეს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არც კომპენსაცია და არც სამუშაოზე აღდგენა ფაქტობრივად ამ ხელისუფლების პირობებში ჩემს მიმართ არ ყოფილა და მე და ასევე სხვა პირები უამრავი ადამიანი ვართ დღესდღეობით უმუშევარი და სამართლიანობის აღდგენას სწორედ ამას უკავშირდება, რომ დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, გავიგეთ თქვენი კითხვის არსი. დავბრუნდეთ ჩვენ თავიანთ ადგილებში. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ბატონ სულხან, მოკლედ აქ იყო საკადრო ცვლილებებისას მოხდება თუ არა ზღვრის გავლება დამნაშავეებს და არადამნაშავეებს შორის და ადამიანი რომელიც საუბრობდა რომ რეაბილიტაცია თუ მოხდება იმ ადამიანებისა, რომლებიც ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლეს 8 წლის წინ სამსახურებში. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ საყრდენი საკითხი დადგა მაყურებლის ძალიან ისეთ კომპეტენტურმა ზარმა კონკრეტულად. პირველი აქ იყო საუბარი, თუ იყო საუბარი ბიუროკრატიაზე და მათ სრულ გათავისუფლებაზე, მე ვეტყვი მაყურებელს, რომ ეს არ მოხდება და რატომ ამას დავასაბუთებ. პირველ რიგში მე მახსოვს, როცა შეიცვალა სამეფოს ხელისუფლება, მაშინ ერთ-ერთი პირველი მოწოდება იყო, რომ ის ადამიანები ყველანი უნდა წავიდეს სახლში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს შეიცავს ბუნებრივია პოლარიზების ნაწილს საზოგადოებაში, რაც არ შეიძლება დაუშვოს ხელისუფლებამ. მე გეტყვით ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად პოლიტიკური ანგარიშწორება რო არ იყოს ალბათ. პოლიტიკური ანგარიშწორება თანამედროვეობასთან პარალელი რო გავავლოთ. ეხავე გავავლებ, უბრალოდ რამდენიმე წუთი მომეცეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამ ქალაქში და არა მარტო ამ ქალაქში, მთელი ქვეყნის მასშტაბი და მე მინდა ამ რეგიონის ბუნებრივია გავცე პასუხი ამ ყველაფერს. პირველი მე მინდა გითხრათ თქვენ ამას არაერთხელ მისაუბრე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1893 წელს მიიღეს პენდელტონის აქტი, ეგრეთ წოდებული, რომელიც არის პედაგოგიური კანონი და მუშაობს დღესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და რას ამბობს ეს კანონი? ეს კანონი ამბობს იმას, რომ ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე უნდა იქნას დეპოლიტიზებული და რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ არ მოხდეს ეგრეთ წოდებული ბიუროკრატიული მეხსიერების დაქვეითება ქვეყანაში და ყველა ახალმა ხელისუფლებამ არ დაიწყოს თავიდან კადრების მოძიება და კადრების ზრდა. ეს არ ეხება ოღონდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს ბუნებრივია. იმიტომ რომ აფირებთ ეს მოდელი განახორციელოს. ეხავე აგიხსნით. არავინ არ გათავისუფლდება თანამდებობიდან უბრალოდ სამსახურებიდან იმის გამო, რომ მუშაობდა სააკაშვილის პერიოდში. ეს ერთი ნაწილი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით, პოლიციასთან დაკავშირებით საუბრობდა მოქალაქე. მე მინდა ვთქვა პირდაპირ ამასთან დაკავშირებით, რომ პოლიციაში ის რაც ხდებოდა თელი ამ წლების განმავლობაში, იყო დაფუძნებული თავიდან ბოლომდე უკანონობას. რას ამბობს ამასთან დაკავშირებით? გაეროს, ევროსაბჭოს არაერთი კონვენცია, ევროკავშირის არაერთი დადგენილება, რომ ხელისუფლება, რომელიც არღვევს კანონს, კარგავს მორჩილების უფლებას და მაგალითად რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ოპერატიულ თანამშრომელს დაავალებენ იმას, უბრალოდ მინდა რომ ამასთან დაკავშირებით გავუსვა. მაყურებელსაც მიცეთ საშუალება. დავამთავრებ შეიძლება და შემდეგ რომ ვთხოვოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იქნეს აღსრულებული უკანონო ბრძანება, იმიტომ რომ იმ წამსვე, როგორც კი უკანონო ბრძანებას გასცემს ადამიანი, ის არის დელეგიტიმირებული და მას არ აქვს უფლება ამ კანონის გაცემის და შემდეგ ბუნებრივია შენ არ უნდა აღასრულო უკანონობა და ამასთან დაკავშირებით არის არაერთი ინსტანცია, ადგილობრივ დონეზე გენერალური ინსპექციის თვალსაზრისით და სასამართლოს თვალსაზრისით შემდეგ ინსტანცია. შესაბამისად მათ არ უნდა დაერღვიათ კანონი. ყველა ვინც ამ ქვეყანაში დაარღვია კანონი, დამოუკიდებელი ხაზგასმით მინდა ამას აღვნიშნო,
დამოუკიდებელი ობიექტური სასამართლოს წინაშე ექნება საშუალება რომ იმართლოს თავი. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები მიმართავენ შესაბამის სტრუქტურებს იმასთან დაკავშირებით რომ მათი უფლებები იყო დარღვეული, ეს სტრუქტურები არის ვალდებული კანონით რომ აღძრან ამასთან დაკავშირებით კონკრეტული საქმეები და დაიწყოს მოკვლევა. ბატონი რასაც ბრძანებდა გავცემ ამასთან დაკავშირებით. გავცემ ამასთან დაკავშირებით. არაერთი ფაქტი არის ესეთი. იქ ხდებოდა ბევრი სხვა უკანონების, მაგალითად ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ ყალბი პირადობის მოწობით უნდა მიეცა ხმა. ბუნებრივია ეს არის კანონდარღვევა, ვინც ამას ავალდებოდა, ვინც ამას აღასრულებდა, მან უნდა ასე ვთქვათ, დააკეთოს ამასთან დაკავშირებით. აი ესეთი ბუნებრივი მდგომარეობის გამო თუ ხელოვნურის გათავისუფლებული ადამიანები საწავიდან ვის მიმართან ამბობდა, რომ სამართლიანობა როგორ აღვადგინოთო? ამ ქვეყანაში არის სამართლიანობა იქნება უზრუნველყოფილი სრულად. ყველა ამ დავას განიხილავს სასამართლო. გააჩნია უბრალოდ იქ არის რომ სასამართლოს უდასტურებ თუ არა რომ ეს არის მართლა საქმის განხილვას მიიღებს თუ არ მიიღებს სასამართლო ეს ალბათ ხანდაზმულობის ვადაც იქნება ალბათ. ამ საკითხებზე ალბათ არ იქნება ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ იქნება მიზანშეწონილობის საკითხი უბრალოდ არაპოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ რამდენად რეალური. ამ ბატონთან დაკავშირებით, რომელმაც აქ დარეკა, სავარაუდოდ ესეთი რამ რეალურია, იმიტომ რომ მან თქვა რომ შრომის კოდექსი იქნა დარღვეული მის მიმართ, ბუნებრივია მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს. დიდი მადლობა, კვლავ მაყურებელი გველოდება, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. დაუწიეთ ტელევიზორს ხმა თუ შეიძლება და გვესაუბრეთ. კარგი. ასე ამბობთ, რომ დიახ. ასე ამბობთ, რომ სააკაშვილის ხალხი არ გათავისუფლებოდა. ჯერაშუაშია სააკაშვილის ხალხი და ივანიშვილის ხალხი. ეს მთავრობა იმ აზრით მოვიდა, რომ ხალხი უნდა დაასაქმოს და თუ არ წავდნენ, როგორ დაასაქმოს? დასაქმების სამსახური შემცირდება ასე ამბობთ. ამდენი ხალხი, აბა ეს პირობა რისი იყო? თუ არ დაასაქმოს, თუ იმათ არ გაუშვეს, აგენს როგორ დაასაქმოს? ეს ერთი და მეორე, ისინი ვინც ზემოდან გვიყვებდნენ და დაგვრჩინობდნენ ამ ხნის განმავლობაში, კიდე იგენმა უნდა დაგვრჩინონ და გვიყურონ? გასაგებია, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მადლობთ. მე მინდა ქალბატონს გავცე პასუხი და ვუთხრა პირველ რიგში დასაქმებას უბრალოდ კარგად მინდა გამიგოს მოქალაქეებმა როცა ამას ამბობ. მე უგულისხმობდი აქ პოლიტიკური თანამდებობის პირები აუცილებლად დატოვებდნენ თანამდებობას. ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაარღვია კანონი ბუნებრივია დატოვებს თანამდებობას. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ რაც შეეხება მოქალაქეების დასაქმებას, მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში საჯარო სამსახუროში არ მუშაობს იმდენი ადამიანი, ყველა რო დავასაქმოთ, ვისაც დასაქმება დავუპირდეთ, ბუნებრივია ეს მოქალაქეების რამდენიმე პროცენტს არ იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმებაზე სოფლის მეურნეობაში, დასაქმებაზე ბიზნესში, ბიზნესის თავისუფლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ყველა მათგანის დასაქმებას. ანუ არ გულისხმობს ბევრი მათგანის ბუნებრივია, რასაც გაწუდება სახელმწიფო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ გულისხმობს ეს ყველაფერი იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ქალბატონს ზემოდან დახურებდნენ, არ ხვევდნენ კანონს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ხალხი არ იქნება დაიჭრილი, ოღონდ ძალიან გთხოვთ. შეიძლება სამართლებრივად ზემოდან ყურებას არ ქონდეს სამართლებრივი საფუძველი. ზემოდან ყურება შეიძლება ელემენტარულად იყოს განცდა, რომ ადამიანი შენმე და მეყურებს ზემოდან და სამდროში კანონის დარღვევა არ არის ბუნებრივია, მაგრამ ალბათ რაღაც უფრო ქვეტექსტი ქონდა ამ სიტყვას ქალბატონის სხვა რამეს გულისხმობდა, ალბათ კანონდარღვევას გულისხმობდა. მე არ მინდა რომ ხელისუფლება წარმოვიდგინოთ რაღაც ჯალათური სისტემა, რომელიც მოდის და ამბობს, რომ შენ იმ პერიოდში იყავი, ან ცხოვრობდი, ან მუშაობდი, ამის გამო უნდა დაისაჯო, ამის გამო უნდა იყო უმუშევარი და ასე შემდეგ. პირადად მე მოტივირებული ვარ ყოველთვის იმისკენ, რომ უპირველეს ყოვლისა აღსრულდეს სამართლიანობა. ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, თორსა მოქალაქეები გაუჩნდა განცდა, რომ მათი სამართლიანი უფლებები და უფლებები არის დარღვეული ბუნებრივი ამ უფლებებისთვის სიცოცხლის ბოლომდე ღირს ბრძოლა. დიდი მადლობა და ბატონ პაატა თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს დიფერენციაცია და ეხლა ქალბატონი რეკავდა, თუ კი ამათ არ გაათავისუფლებენ, ჩვენ როგორ დაგვასაქმებენ, რეალურად არის თუ არა შესაძლებლობა დასაქმებასთან. გასაგებია კითხვა, მაგრამ ეხლა ძირითადად ალბათ ქალბატონი გულისხმობს სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას. ეხლა ჩვეულებრივ კი დემოკრატიულ, კი ჩვეულებრივ ქვეყნებში, სადაც არის ბიზნესი განვითარებული, ეკონომიკა განვითარებული, სახელმწიფო სტრუქტურებისაგან არავინ არ ისწრაფვის. ანუ ჩვენთან დამკვიდრა ესა მახინჯი სტრუქტურა, რომ რახან სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე კერძო სტრუქტურაში, ყველას უნდა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობა, მაგრამ მაშინ როცა ვთქვათ
სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მოხდება თანხების დაბანდება. ეს გამოიწვევს გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას. ეს გამოიწვევს თვითონ სასოფლო ინფრასტრუქტურის შექმნას, აგროსამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბებას. მაშინ როცა შეიქმნება ანტიმონოპოლიური სამსახური, არ იქნებიან მონოპოლისტები. მაშინ როცა ბიზნესი გათავისუფლდება იმ ტვირთისაგან, რასაც ერქვა მართველი პარტიისათვის თანხების გადაცემა, ბიზნესი გათავისუფლდება იმისაგან, რასაც ერქვა საკუთარი ბიზნესის სხვაზე გაფორმება. ანუ რა თქმა უნდა ეს შექმნის სამუშაო ადგილებს. რა თქმა უნდა, პლუს ამას მაშინ როდესაც მოხდება ისეთი შემთხვევა, როდესაც თქვა საგადასახადო კოდექსი კიდევ უფრო დაიხვეწება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო მეც, ანუ ბიზნესმენი თვითონ მისივე ინტერესში იქნება, რაც უფრო მეც დაასაქმეს და არა ისეთი მარაზმი, რაც შემოიღეს და მას არც უმუშავე, ანუ თუ ადამიანი ბიზნესმენი დაასაქმებდა 55-დან 60 წლამდე ადამიანს, ის თავისუფლებოდა საშემოსავლო გადასახადზე. ეს პრაქტიკულად იყო იგივე პიარის ღონისძიება, ისე როგორც მრავალი სხვა ღონისძიება. მაშინ როდესაც რეალურად მოხდება ბიზნესისადმი ხელშეწყობა, ანუ ისეთი ბიზნეს გარემო შეიქმნება, ნებისმიერ ადამიანს ექნება იმის საშუალება, თავისი საქმე დაიწყოს და დაასაქმოს 2-3 ადამიანი მალე. იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკა დგას მცირე მეწარმეობაზე, მცირე ბიზნესზე, ანუ თვით დასაქმებულებზე და სხვის დასაქმებაზე. აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. დამერწმუნეთ, რომ როდესაც ბიზნეს გარემო გაკეთილშობილდება, ბევრად სახელმწიფო სტრუქტურებისაგან არც არავის შექმნება სურვილი გახედვის. უფრო სურვილი იქნება კერძო სექტორში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შემოსავალი ბევრად უფრო მეტი სახელმწიფო სტრუქტურა ეს არის ტვირთი. ხელისუფლება ეს არის ტვირთი. გასაგები ყოლმაყურებელი გველოდება. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. 25-ს მოგესალმებით. მე მინდა მოგილოცოთ. ყოველდღიურად გიყურებთ თქვენ მაესტროს მეცხრეას. თლიან ყველას საქართველოს ყველას მოგილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. იცოცხლეთ, იხარეთ და ყოველთვის ასე მედგას ყოფილიყავით. მეტი არაფრის ხმა არ შემიძლია. ძალიან კარგი რომ აფიქსირებთ თქვენს პოზიციას, იქნებ კითხვები დავუსვათ ჩვენ სტუმრებს. ჩვენ მეტი კითხვები არა გვაქვს, ის რომ ჩვენ გვინდა ახალი ცხოვრება. ახალი ცხოვრება, ამით გაგიმარჯვონ ყველას. იცოცხლეთ და იხარეთ. დიდი მადლობა, მადლობთ რომ გიყურებთ. მადლობთ, გავაგზავნეთ. სირე რეპლიკის სახით მოლოდინები არის უსაზღვრო, მაყურებლის არის ამას მოწმობს, რას ეთქვით ბატონ სულხან. დასაქმებასთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითების მოყანა ბატონმა ძალიან კარგად დაასაბუთა, ასე ვთქვათ, ძირითადი დასაქმების საკითხი რაში არის. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ იმის გამო რომ ბიზნესი იყო ტერორის ქვეშ და მონოპოლიები იყო ძალიან კონკრეტულ სფეროებში, ძირითადად დამსაქმებელი იყო ხელისუფლება. ამის გამო იყო ზუსტად ის ბიუროკრატიული წნეხიც, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო მოქალაქეებზე. ამის გამო იყო ისიც, რომ მათ აიძულებდნენ, მათ შორის აიძულებდნენ პედაგოგების ნაწილს, რომ დაეჭირათ ხარი ერთი რომელიმე პარტიის. ეს არის უბრალოდ ალოგიკური თემ მსოფლიოში, ბიზნესი არის დამსაქმებელი ძირითადად და ბუნებრივია მოქალაქეები იღწვიან და ილტვიან იმის, რომ კერძო სტრუქტურაში დასაქმდნენ, უფრო ნიჭიერი მოქალაქეები ილტვიან იმის, რომ თვითონ გააკეთონ კონკრეტული ბიზნესები და თვითონ იყვნენ ადამიანების დამსაქმებლები. მე ვარ დარწმუნებული, რომ როცა მილიარდი იქნება სოფლის მეურნეობაში და პრაქტიკულად მრავალწლიანი დაბალპროცენტიანი კრედიტები გაიცემა, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი მოქალაქეების და კონკრეტულად 50% ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, რომელიც ოდეთ ცხოვრობს სოფლად, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ მათგანს ექნება შესაძლებლობა დაიწყოს თავისი ფერმერული მეურნეობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან კონკრეტული კონტრიბუცია, რომელსაც დოტაცია, რომელსაც ხელისუფლება, რომელსაც აამუშავებს, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობას. იქნება სხვა ბევრი უამრავი საკითხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მაგალითად იქნება ბიზნესის სრული დეპოლიტიზება, გათავისუფლება ყოველგვარი წნეხისაგან, მონოპოლიების მოშლა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული მაგალითი. საქართველოში 2003 წლამდე იყო 30,000 ბენზინის იმპორტიორი. დიახ. ბოლო პერიოდში, ეხლა არის 2012 წელი და ასეთი იყო სულ 5, მაქსიმუმ 7. მათ დააწესეს კონკრეტული კვოტები და ეს ყველა კვოტა მიდიოდა კეზერაშვილთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შექმნეს კონკრეტული კარტელული შეთანხმება რამდენიმე მსხვილ მოთამაშის შორის და ყველა დანარჩენი, რომელიც არ იყო, ასე ვთქვათ, დიდი კონტრიბუციის შემომტანი ამ ბაზარზე შეზღუდეს და დაიკავეს მათი ადგილები. ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და ამან მინიმუმ 1000-ობით ადგილი დაკარგა. ეს აღარ იქნება. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. საღამოშვიდობის. ყველა აჭარა საერთოდ თლიან საქართველოს მოულოცავ ამ დიდ დღესასწაულს, ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც ოცნებად ჰქონდა და რეალებად გადაგვექცა. და მე ერთი შეკითხვა მაქვს ახლა თქვენთან. დიახ.
იცით მე რა მაინტერესებს? სააკაშვილის დროს რომ დაფარფაშებდნენ საქართველოში და დიდკაცობდნენ და გვარიშვილობდნენ და გვარიშვილობით ადგილზე მუშაობდნენ. აგენი კიდევ უნდა შემორჩეს საქართველოში, აგენმა კიდევ უნდა იფარფაშონ? იქნებ ცოტა უფრო დაგვიკონკრეტოთ თუ შეიძლება. ძალიან ზოგადია. სააკაშვილის დროს რომ პოსტებზე მუშაობდნენ. თანამდებობებზე. დაფარფაშობდნენ. აგენი კიდევ უნდა შემორჩეს საქართველოში და კიდევ უნდა იფარფაშონ? დიდი მადლობა შეკითხვისთვის, მადლობთ. ისევ თანამდებობებზეა საუბარი. გვარიშვილობა ახსენა ქალბატონმა და მაყურებელმა გულისხმობდა ალბათ ეგრეთ წოდებული კლანური სისტემის დამკვიდრებას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ რეგიონში პრობლემად იქცა მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში. მე მინდა ვთქვა, უპირველესი პრინციპი ბიძინა ივანიშვილის არის ის, რომ ეს ადამიანი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს, ასე ვთქვათ, ნიჭიერებას ადამიანში და არა იმის თუ ვისი წარმომადგენელია და მირა გვარიშვილია და ვისი ნათესავია. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ქალბატონო. თან თანამდებობებზე. ძალიან სერიოზული პრობლემა არის. ძალიან ბევრი კანონია თელ სოფლიოში მიღებული, მათ შორის საქართველოში, რომელიც წესით უნდა გამორიცხავდეს ამ რაღაცებს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ასე არ ხდებოდა. საქართველოში ხდებოდა ის, რომ იყო ერთი ადამიანი, მაგალითად ლევან ვარშალომიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ძალიან ბევრი მისი ნათესავი იყო დასაქმებული ბუნებრივია ჩვენ. აი ახლა რა მექანიზმი არსებობს ბატონ სულხან? მოდის ახალი მთავრობა, ისევ იგივე კითხვა რო არ გაუჩნდეს მაყურებელს ელემენტარულად რა მექანიზმი არსებობს? ისევ იგივე კითხვები რომ არ გაჩნდეს. ამის გამო ამის უამრავი მექანიზმი არსებობს და პირველ რიგში არის ეს ხელისუფლების ნება. ეს არის დამოკიდებული კონკრეტულად ხელისუფლების ბუნებაზე. ამა თუ იმ ხელისუფლებას აქვს განსხვავებული ბუნებები და თვისებები. ამით განსხვავდებიან ხელისუფლებები ერთმანეთისგან, მათ შორის ევროპაში და საქართველოში. რატო არის სხვადასხვანაირი ხელისუფლებები? იმიტომ რომ იქ ჰუმანიზმზე არის ორიენტირებული და თელი ამ ხრიცმანით და საქართველოში ხელისუფლება იყო ავტორიტარული. ეხლა მოკლედ რაღაც მონიტორინგის ერთმანეთის თუნდაც კონტროლის მექანიზმი თუ იქნება. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი და პოლიტიკური მართვის ფილოსოფია. როგორ გესმის შენ ეს პოლიტიკური მართვა? რამდენად თანამედროვე ხარ ამაში? ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ამბობს, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის დასაქმების კუთხით თანამდებობებზე გულისხმობ, რამდენად ნიჭიერი არის ადამიანი და რამდენად კეთილსინდისეერი ადამიანი. იცით რა შეიძლება ეს არის ეგრეთ წოდებული meritokratიის პრინციპი, რომელიც ნიშნავს ნიჭიერთა მმართველობას და თელ მსოფლიოში თანამედროვე ქვეყნებმა. ეს დეკლარირებული ამ ხელისუფლება, ანუ მიმავალ ხელისუფლებასაც ჰქონდა, ანუ კიდევ ერთხელ ამბობ, დეკლარირებული ზღვარი ძალიან ხშირად სახელმწიფოს, როცა ეხება საქმე და სახელმწიფო თანამდებობის პირებს, ძალიან ხშირად ზღვარი გადის ნებაზე და კანონზე. ერთის მხრივ არსებობს კანონი, მეორეს მხრივ არსებობს ხელისუფლების ნება და დამოკიდებულება ამა თუ იმ ადამიანის. მაგალითად, კონკრეტული ფაქტი, თუ შენ ადამიანს გაქვთ იმის მექანიზმი, თქვენ თვითონ გააკონტროლოთ, ჩაერთოთ ამ პროცესში. საკადრო ცვლილებების გადარებას ეს ხო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. აჭარის უმაღლესი საბჭო თქვენ იცით რომ კანონი თვის ბოლომდე უნდა შეიკრიბოს. მე ვარ უმაღლესი საბჭოს წევრი და დიდი მადლობა მოქალაქეებს იმის რომ ერთ-ერთი ვიყავი მათ შორის თობა გამოუცხადეს ამ ასე ვთქვათ ქართული ოცნების პროპორციულ სიაში. დიდი მადლობა ამისთვის და გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის რომ მსგავსი ფაქტები აღარ გამეორდეს. ძალიან კონკრეტულად და ძალიან ადვილი დასათვლელი არის ესეთ პატარა კუთხეში, ესეთ პატარა ქალაქში, როგორიც არის აჭარა და როგორიც არის ბათუმი, როგორი დამოკიდებულებები და როგორი თვისებებით მართავს ხელისუფლება. მე გეტყვით რომ თქვენ საუბრობდით რომ შიდა კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. თუ არიან გამოკვეთილი სახეები, თანამდებობების წარსადგენი ადამიანები. შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს ადამიანებზე და გარწმუნებას არც ერთი არ არის ერთმანეთის ნათესავი. ერთმანეთის ნათესავები არ არიან, არც ერთმანეთის ბიძაშვილები, ძმები, თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ადამიანი თუ არის ნიჭიერი და ორი დამოუკიდებელ ადამიანს დამოუკიდებელი კარიერა აქვს, ბუნებრივია ეს ყველაფერი არის ასე ვთქვათ კანონით გათვალისწინებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის მასიური ნათესავების დასაქმება, ასე ვთქვათ, საჯარო სამსახურში მასიურად ყველა ნათესავს გაუჩნდეს ბიზნესი. ჩვენ ხო ვიცით რეალურად ყველას რა გაგვაჩნია, ჩვენი დეკლარაციები იქნება საჯარო და ჩახედავს მოქალაქეები, სულ ხანხლონს რა გააჩნია, რა დეკლარირებული ქონება აქვს და ამის შემდეგ ყოველი წლის ბოლოს როცა შემდეგ მე ვიქნები ვალდებული, იმიტომ რომ დეკლარანტი ვიქნები, რომ ჩავაბარო ეს ყველაფერი შეხედავენ რა მოემატა ჩემ ქონებას ან არ მოემატა. ყველა ერთმანეთს ვიცნობს. უპირველეს ყოვლისა ბოდიში ხვდავს, რომ თავარიც რა არის ხელისუფლების ყველა შტო, როცა ექვემდებარება ერთ კონკრეტულ ადამიანს, მის კეთილნებაზე არის დამოკიდებული მართლა როგორი იქნება სისტემა. აქ იყო სისტემა უმძიმესი, ჩვენი მდგომარეობა იქნება შემდეგი, რომ ეს არის კოალიციური ხელისუფლება, რაც ნიშნავს შიდა კონტროლის ძალიან კონკრეტულ მექანიზმებს. თუ მე დავინახავ, რომ რომელიღაცა სხვა ან ჩემი პარტიის წარმომადგენელი ბუნებრივი ან სხვა დაინახავს, როგორ მოიქცევა თავისუფალი დემოკრატი, მე ვდებ პირობას აი თქვენი ეთერით, რომ ეს იქნება თემა,
რომელზედაც ვერავინ ვერასოდეს უკან ვერ დამახევიებს, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს ერთი უბრალო მიზეზის გამო. 2005 წლიდან საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ვებრძვი ზუსტად აი ამ მანკიერებებს, რომელიც ხავსად მოედო თელი ამ ხნის მანძილზე. ბატონ სულხან, ისევ დავუბრუნდეთ ამ საკადრო ცვლილებებს, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს. ერთი თვის განმავლობაში შეიკრიბება უმაღლესი საბჭო, სადაც უკვე განსაზღვრულია თქვენი ადგილიც. როგორ მოხდება აჭარაში ადგილობრივ დონეზე მინისტრთა კაბინეტის ფორმირება? თქვენ საუბრობდით, რომ შიდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რისი თქმა შეიძლება, ვინ მოიაზრება ამ თანამდებობებზე? ცხადია, ეს არ არის საქართველოს მთლიან მასშტაბით მიმდინარე პროცესებიდან განყენებული თემა. თბილისში დასახელდა უკვე მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა და ველოდებით რა მოხდება აჭარაში. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ არ არის ჩამოყალიბებული აჭარაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და იგი ელოდება მურმან დუმბაძის ჩასვლას თბილისში. რა ხდება რეალურად? როდის გაიგებს საზოგადოება, ვის ანდო ბედი აჭარაში? თქვენ ამ კითხვებზე ახლა ბრძანეთ პრაქტიკულად პასუხი გაიცეთ, თვითონ არ არის ჩამოყალიბებული მთავრობასთან დაკავშირებით მაშინ რაში და მოლაპარაკებები მიმდინარეობს კოალიციაში? ძალიან მარტივად რო გითხრათ, უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით გამარჯვებული ძალა, კოალიცია ქართული ოცნებაში შიგნით მიდის მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, ვინ რა პასუხისმგებლობას აიღებს ამა თუ იმ მაგალითად კომიტეტთან დაკავშირებით, თავმჯდომარის წარდგენა, რომელი პარტიიდან მოხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის რას ელოდება ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად მურმან დუმბაძისგან? მან უნდა ჩაუტანოს მოდელი გარკვეულწილად თქვენთან შეთანხმებული კადრების? თქვენ რამდენად ხართ ჩართული? ეს კითხვა საინტერესო კოალიციის სპეციფიკიდან გამომდინარე. მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს, მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ასეთი მოლაპარაკებები არ დაწყებულა, ამას ვარ აბსოლუტურად გულწრფელი და ასეთი მოლაპარაკებები არ ყოფილა. ამას გეუბნებით, ასეთ მე მესმის, რომ ამდენად მნიშვნელოვანი არის ყველა ამ თემაზე საუბრობს. სადაც ვთქვათ, გავდივართ ქუჩაში, ყველა ამას გვეკითხება, რომ რა იქნება. მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პოლიტიკური ფონი იქნება აჭარაში უკეთესი, ვიდრე იყო არჩევნებამდე. და ეს არის მოლოდინი მოსახლეობაში, ბუნებრივია, უკეთესი კადრები, პროფესიონალი კადრები და რაც მნიშვნელოვანია, კეთილსინდისიერი პრინციპული ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული მთავრობა. პირველ რიგში რაც შეეხება მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით საკითხს, მურმან დუმბაძე წარუდგენს ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების ხედვას და არა მხოლოდ ქართული ოცნების ნაწილს, ბუნებრივია, რაზეც შეჯერებას მოვახერხებთ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები ამასთან დაკავშირებით. თანამდებობებთან დაკავშირებით? ბატონ, არა მხოლოდ თანამდებობებთან, პოზიციებთან დაკავშირებით. გასაგებია, პოსტების გადანაწილებასთან დაკავშირებით, რატომ ელოდება იგი? მე არ მინდა ასეთი კონტექსტი, მე არ ძალიან გთხოვთ ასეთ კონტექსტს მომიცოთ, პოსტების გადანაწილება, გასაგებია ეს ჟურნალისტიკაში დამკვიდრებული ტერმინი არის. შეიძლება ის ვიღაცის გამახსენებელია, მაგრამ დამკვიდრებული ტერმინი არის სინამდვილეში. მე ამას ასე დავარქვევდი, ვინ რა პასუხისმგებლობას აიღებს და რა დოზით აიღებს პასუხისმგებლობას რომელი პოლიტიკური სუბიექტი არის, ასაც გეტყვით, იქნება ის, რომ იქნება მაქსიმალურად დაცული ბალანსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ მოხდეს იგივე, რაც ხდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში აჭარაში, რომ ერთი კონკრეტული კლანი ხელმძღვანელობდა ხელისუფლებას. ეს რომ ასე არ მოხდეს, გათვალისწინებული იქნება კოალიციაში შემავალი პარტიების პოზიციები, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების პოზიციები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების. ეს ყველაფერი აცი დაიწყება, ბატონო. ბუნებრივია, ძალიან მალე თვის ბოლომდე მიდის კვლევა იმ პერსონალიების, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ თანამდებობაზე ან პოსტზე იყოს დანიშნული და მან აიღოს პასუხისმგებლობა. მათ შორის არ დაგიმალავდა გეტყვი, რომ არის სამთავრობო სექტორშიც მიდის კადრების მოძიება? მათ შორის მიდის ბუნებრივია კადრების მოძიებას და მიდის მათი კონკრეტული პოზიციების გათვალისწინება ამა თუ იმ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობები, გამგეობები, მერია, აბსოლუტური უმრავლესობა აქ არის ნაციონალური მოძრაობის. თუმცა საპარლამენტო ესენი არიან კოორდინატორები, ესენი არიან საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელები, ესენი არიან ფულის დამრიგებლები, არჩევნების გამყალბებები და ასე შემდეგ. თუმცა მათ აქვთ ხელისუფლება, რეალურად ძალაუფლება. როგორ წარმოგიდგენიათ გაგრძელება ამ სიტუაციის 2014 წლამდე მოხდება მათი უფლებამოსილების, ანუ ოფიციალურად ამოწურა, როცა მოხდება კანონმდებლობით. ეხლა ბატონი პატა ამბობდა, რომ შესაძლოა გადმოიწვიოს თარიღმა მათი არჩევნების, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნების. თქვენთან თუ განიხილება ეს თემა და როგორ წარმოგიდგენიათ, რეალურად ეს არის თუ არა ორხელისუფლებიანობა და ქვეყანას რას მოუტანს ეს? არა, ეს ორხელისუფლებიანობა არ არის პირველ რიგში, მე მინდა გავცე საინტერესო სიტყვას, იყო რევანში ნახსენები. ვისთან უნდა მოხდეს რევანში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა წავიდეს სახლში. ნაციონალური მოძრაობა წააგო არჩევნები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ნდობით არ საარგებლობენ საქართველოს მოქალაქეების ხელისუფლების წყარო.
არის ქართველი ხალხი, ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეები. მათ უარი უთხრეს ნაციონალურ მოძრაობას რევანში ვერ მოხდება ხალხს. თუმცა ზუსტად ამის პარალელურად თვითმმართველობის წარმომადგენლები აქ ჩვენს საუბრობდნენ იმაზე, უკაც რაღაც ძალიან მოკლედ გეტყვით, საუბრობდნენ იმაზე, რომ მოსახლეობას არ შეუფასებია თვითმმართველობის მუშაობა. მათ შეაფასეს ჯამში ქვეყნის ხელისუფლების საქმიანობა და ამიტომ ისინი არიან მშვიდად 2014 წლამდე. მე დავარღვევდი მათ მშვიდეს და ვეტყოდი აბსოლუტურად გულწრფელად, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ ძალიან კონკრეტულად ვიფიქრებთ რიგ გარეშე არჩევნებსაც. ეს საკითხის არ გამოურიცხავრო დადგეს დღის რიგში, იმიტომ რომ ისოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ, მას ძალიან კონკრეტული მხარდაჭერა ჭირდება თვითმმართველობებისგან, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეფექტური ადმინისტრება ვერ მოხერხდება და მოწესრიგება მთელი ამ ფინანსების და საორგანიზაციო მუშაობის თვითმმართველობების გარეშე და ნაციონალური მოძრაობის თვითმმართველობის პირობებს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით როგორი არის, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. ბუნებრივია, ისინი ვერ გაუწევენ ამ ყველაფრის კოორდინაციას. იმისთვის რომ სრულფასოვნად განხორციელდეს ყველა ის საკითხი, რომელზეც ქართული ოცნება საუბრობდა, მათ შორის ბუნებრივია არის თვითმმართველობის ნაწილში ჩვენი ძალიან სერიოზული პრეტენზიები, რაც შეეხება იმას, რომ თვითმმართველობის მუშაობა არ იქნა შეფასებული. ხელისუფლება და სრულად მიხეილ სააკაშვილის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობით იყო შეფასებული ქართველი ხალხისგან, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო გაგესხვავებია მთელი ამ ხნის მანძილზე, თვითმმართველობა განხილვა ცალკე, პოლიცია განხილვა ცალკე, ამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეს ყველაფერი იყო ერთი კონკრეტული ძალაზე დამყარებული მონოლითი. დღეს მე ჩემი კონკრეტული მოსაზრება თუ გაინტერესებს, ეს იყო პარტია, რომელიც ქვეყანაში აშენებდა ავტორიტარიზმს და ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა. ეს არის საქართველოს მოქალაქეების დამსახურება კიდევ ერთხელ ამ. დიდი მადლობა, კვლავ მაყურებელი გველოდება, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ. გესმით ჩვენ? საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. დაუწიეთ ტელევიზორის ხმა თუ შეიძლება. და ისაუბრეთ. ესა, მე საერთოდ თქვენი მაყურებელი ვარ, არა მარტო თქვენი ყველა დიალოგი. ტელევიზორთან დონეში უკვე ჩავი აღარა ჩემი ჩემს ადგილას. იცი რა უნდა გთხოვოთ? სულ ხარ, თქვენ უნდა გთხოვოთ დედა. კი ბატონო. ბრძანეთ. მესმის რომ თქვენი გადასაწყვეტი არა ეს ყველაფერი დღეს თქვათ მერიაში ვინ დასწრეთ და ვინ არა ეს შემოძახებას აი ძალიან გთხოვთ თუდად არ გამიგოთ. მერიაში ჩაიდერო იყო უმფროსი მახარაძე გელა რასაც ყველაფერს მანაგვარებდა ჩემი ბინიდან ჩემი კანონიერი ბინიდან გამომასახლა და ასლან აბაშიძის დაცვაში ბიჭი შეასახლა ფული აიღო ენრაოდენობით ეს ჩემ თვალზე რომ კეთდებოდა და კიდევ სვეტა კუდბა იყო აი ირინას გადაცემაში კიდე სათნოების დირექტორი იყო მის დროს. დიახ. რომელიც ბათუმი ხელში ეკავათ. ნუ თუ მართლა იმისთვის ვიბრძოლეთ რომ მაგენი ადგილზე უნდა აბარისთვის ვიბრძოლეთ. ძალიან ერთი დიდი თხოვნა მაქვს. თქვენ როცა შეიკრიბებით რომ მერიაში ვინ უნდა იყოს და ვინ არა, ჩემი დიდი თხოვნა იქნება აიღნეთ ეს აღნიშნეთ ეს ხო და მე ჩემს სახელს დაგვაჩერებელია მისმენენ და იციან უკვე მე ვინც ვრეკა. გასაგებია, დიდი მადლობა, გავიგეთ თქვენი პოზიცია, გმადლობთ რომ გვიყურებთ, გმადლობა შეკითხვისთვის. რაც შეეხება ამ შეკითხვას, ქალბატონმა ძალიან ისე ითხოვა გულწრფელად, მე მესმის მისი მდგომარეობა და მე უბრალოდ ერთ რამეს ვეტყვი და ვეტყვი ძალიან თამამად. დრო აღარ შეიცვალა ბატონ სულხან, ისე უნდა დამალონ მოქალაქეებმა თავის. ვეტყვი ძალიან თამამად. ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ძალიან მძიმე და უხეში ხელი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს. მე მინდა ვთხოვო მოქალაქეებს. თუ წაგართვეს კერძო საკუთრება, დააყადაღეს თქვენი ბიზნესი, ჩამოგართვეს ბიზნესი, ბინები, მიწა და ასე შემდეგ, ყველა თქვენთაგანმა არ დამალოთ ეს, თქვით, განაცხადეთ, ხმამაღლა სასამართლოები არის ამისთვის, კონკრეტული ორგანოები არის ამისთვის, მობრძანდით ჩვენთან უმაღლეს საბჭოში განაცხადეთ ამის შესახებ. ჩვენ უნდა დავიწყოთ მასიური აღდგენა სამართლიანობისა, ერთი უბრალოდ მიზეზის გამო იმისთვის, რომ მოქალაქეებმა არ დაკარგონ რწმენა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება
ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მოვიდეს მართლობა ბოდიშვილი. უკვე მე რამდენი მაყურებელს უთხარით სასამართლო. როდის აღდგება ნდობა ამ სასამართლოს მისამართით და როდის შეიძლება რეალურად იპოვოს სამართალი? ამას აქვს კონკრეტული ვადები, კონკრეტული პროცედურები, იცით თქვენ ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მოხდება, თუმცა იქ მოსამართლეების დაკავშირებით დანიშნულს თუმცა პროცესი არ შეჩერდება. არ შეჩერდება წლები ამ საკითხების მოკვლევის, თქვენ იცით იუსტიციის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი თეატრულუკიანი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობარი არის, მაგრამ ეს უბრალოდ მინდა განვაცხადო, რომ ეს არის ადამიანი, რომელთანაც ვერც ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში ვერ დარეკავს ხელისუფლებიდან და ვერ იტყვის, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პოლიტიკური ნიშნით. ერთადერთი რაც მოხდება, იქნება და რიცი გამსაზღვრელიც იქნება, ეს ყველაფერი იქნება სამართლიანობა ყველგან, ყველა ოჯახში, ხელისუფლების ყველა დონეზე, სამართლიანობა ბიზნესში და სამართლიანობა ზოგადად ქვეყანაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, სადაც არ არის სამართლიანობა, არაფერი რჩება ხირებული, რასაც შეიძლება მოქალაქე ჩაეჭიდოს, რამაც შეიძლება მოქალაქის ცხოვრებას ამა თუ იმ ქვეყანაში მიწეს აზრი შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირადად რაც შემეძლება ქალბატონო მიმართა მოქალაქეებს, რაც შემეძლება ვერასოდეს კიდევ ერთხელ ვამბობ, სულხან-ღლონის როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს და არა მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრს ვერავინ ვერ დაინახავს რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურის გამო გაჩერებულს, მაშინ როცა მოქალაქეების უფლება ირღვევა. არასოდეს არ გავამართლებ სამართლობას მაშინ როცა ესეთი რამ ხდება, არასოდეს არ დავიხევ უკან ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს, როცა დავინახავ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ტესტი, თუ როგორ შეგვიძლია მოქალაქეების ნდობა გავამართლოთ. მე ვიცი ძალიან კარგად დავდივარ ქუჩაში, ბოდიშვიხტით დავამთავრებ მე დავდივარ ქუჩაში 24 საათის განმავლობაში ხვდები მოქალაქეებს და ვიცი მათი განწყობა. გავაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული ამას ნამდვილად. დიდი მადლობა და როგორ გააკეთებ ამაზე მინდა გითხო, თუმცა ჯერ ბატონ პაატას ვკითხავ, როგორ შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი უმაღლეს საბჭოს წევრი, რომ იქნებით თქვენ ბატონ სულხან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივპირდებ. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდა უმაღლეს საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომ უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო, ქმედუნარო ორგანო, რა უნდა შეიცვალოს იმისათვის აქ სახეები ცხადია, მხოლოდ ვერაფერ შეცვლიან. როგორ უნდა გახდეს ქმედუნარიანი და ნდობაც როგორ უნდა გაიზარდოს ამ ორგანოს? ქმედუნარიანს თუ ქმედუნაროს ის ადამიანები გვიან, ვინც მის შემადგენლობაში არის, რა თქმა უნდა, ყველა ნაცმოძრაობის ის ელიტა, რომელიც სამწუხარო დღესაც მოხდა უმაღლეს საბჭოში, ისინი ქმედითუნარიანს ვერაფრით ვერ გახდნენ უმაღლეს საბჭოს, იმიტომ რომ მათთვის უმთავრესი იყო პირადი კეთილდღეობა. ანუ არაფრის არ კეთება და მაღალი ხელფასების მიღება, უცხოეთში მოგზაურობა, პრემიები და ასე შემდეგ. მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოება უკვე გამოგვიძებულია, იგივე სტუდენტური მოძრაობა, იგივე ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება იქნება სწორედ ის ძირითადი მაკონტროლებელი, რომელიც ნებისმიერ გადაცდომაზე მიუთითებს უმაღლეს საბჭოს თუ ნებისმიერი თანამდებობის პირს. ანუ მაინც სამოქალაქო არა, რა თქმა უნდა, სამოქალაქო აქტივობა. მადლობთ სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, ამით უნდა დავასრულოთ. ჩვენი სტუმრები იყვნენ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი სულხან ღლონტი და ეკონომიკის ექსპერტი პაატა აროშიძე. ეს იყო გადაცემა დიალოგი ირინა ყურუასთან ერთად. გმადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.